თუ თქვენ ხშირად გაწუხებთ ჭარბი გამონადენის საშოდან, რომელსაც შესაძლოა გქონდეს მძაფრი არასასიამოვნო სუნი, ასევე გაქვთ ქავილი, წვა და ყოველივე ეს მეორდება ძალიან ხშირად, მკურნალობთ, მაგრამ მკურნალობას შედეგი არ აქვს, ან აქვს ხანმოკლე შედეგი, ის ხშირად მწვავდება სქესობრივი კონტაქტის შემდეგ, ან menstruatsiasთან კავშირში, ანუ menstruatsიის წინ ან menstruatsიის შემდეგ. თუ ყველა ეს სიმპტომი ან რამდენიმე მათგანი თქვენ გაწუხებთ, დიდი ვარაუდით გაქვთ ბაქტერიული ვაგინოზი, ანუ საშოს დისბაქტერიოზი. საშო არ არის სტერილური ორგანო, მასში არის ბაქტერიები, მარტივიანით რომ ვთქვათ, როგორც ცუდი, ასევე კარგი ბაქტერიები, რომელთა შორის უნდა იყოს შენარჩუნებული როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი ბალანსი. მაგრამ როდესაც ეს ბალანსი ირღვევა მრავალი მიზეზის გამო და ითრგუნება ადგილობრივი იმუნიტეტი, ის იწვევს აღნიშნულ სიმპტომებს. ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოზის დასმა არ ეფუძნება მხოლოდ ლაბორატორიულ კვლევას. აქ ძალიან მნიშვნელოვანია გარდა ლაბორატორიული კვლევისა და ეს არის ბაქტერიოსკოპია ნაცხის და ბაქტერიოლოგია, ანუ დათესვით, როცა ხდება კვლევა, ასევე საშოს pH-ის განსაზღვრა და კლინიკური სურათი, ანუ დათვალიერება ექიმის მიერ, შეფასება საშოს მდგომარეობის, პაციენტის ჩივილების და ანამნეზის გათვალისწინებით. აი ამ ყველა ინფორმაციის შედეგად ექიმი სვამს დიაგნოზს. დიაგნოზის დასმა არ არის მარტივი, თუმცა თუ ზუსტად დაისვა დიაგნოზი, ამ შემთხვევაში მკურნალობა საკმაოდ მარტივია, სჭირდება 1-2 პრეპარატი, რასაკვირველია ინდივიდუალურია ყველა შემთხვევა, რომელიც ძალიან მალე გვაძლევს კარგ შედეგს.